წაიგითხეთ ეს წერილი კობახელის. თქვენი შეფასება მაინტერესებს და ამიტომ გითხეთ. ხო, არ ვიცი ახლა ამას რა შეფასება უნდა კონდეს, ზოგადად ხა ესე წერილის ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან ახლა თუმეტეს განსაკუთრებით ხა შემდეგ შეფასებებს გავყვები, რომელიც პარლამენტში აკეთეს. ერთ-ერთი ძალიან საინტერესო იყო, რომ თურმე დავითაშვილი რო იყო წასული, შესაბამისად ვერ მოაგვარა ყველაფერი და არ არის გამორიცხული, რომ ალბათ ერთ-ერთი ნათელი წერტილია ხა. ვინც ყავთ ადამიანს, ვისაც უბრალოდ რაღაცა კიდე მოეკითხება, შეიძლება დაელაპარაკო, გააგებინო რაღაც. ალბათ იმასაც ამოძირკვავენ. გასაგებია ყველაფერი ხა ეს აბსურდის თეატრი მოყვა იმ, რა თქმა უნდა, სწორ პოლიტიკას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რა თქმა უნდა, რა მოლოდინიც ჰქონდა ჩვენ და დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ესე იქნებოდა, იმიტომ რომ ზუსტად ჰქონდათ ის ინფორმაცია, რა ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა, ზუსტად ხედავდნენ, რამდენად რთულ ვითარებაში არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და ზოგადად დემოკრატია, რო სამარდება ჩვენ ქვეყანაში. და შესაბამისად ყველა ის ქმედებები, რაც გადადგმული იქნა, არის აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატური. აქვე ვიტყვი მე რომ ალბათ უპრეცედენტოდ სწრაფად მოხდა იმ ნაბიჯების გადადგმა ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, რა თქმა უნდა, აქ არის ევროპაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე საუბარი, რამდენად სწრაფად დაწესდა სანქციები ჩვენ, ხედავთ, რომ ეს სწრაფად ალბათ სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საარჩევნო პერიოდი ჰქონდა, მაგრამ მაინც მოიცალეს ჩვენთვის, ევროპაშიც ფაქტიურად ყოველკვირეულად მიდის მსჯელობა, იმიტომ რომ უშუალოდ ჩვენ ახლა ოპოზიციური პარტიები კი მიდის ხშირად მსჯელობა, სად არიან, არჩან არ არაკეთებენ, მაგრამ დამერწმუნეთ ხალხო, ის ყველაფერი დღეს რაც რეალურად გარედან ხდება, ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენთაგანის დამსახურება იმ დაუღალავი შრომის, უბრალოდ მასალების მომზადებიან, ჩატანიან, ახსნიან და ასე შემდეგ, წინაგრძე შემთხვევაში არაფერი არ მოხდებოდა. ხა პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ გვმართავენ ბანდიტები. აქ ხა ნებისმიერ ადამიანს უბრალოდ ხო ხედავ ხა დღე არ თენდება, რომ ვიღაცა არ მოკლას და რაღაცა კატასტროფა არ მოხდეს. ხა დღევანდელ რეალობაში ხელისუფლებას ბანდიტებს რატო ეძახეთ? ეხა ის რაც დღევანდელ დღეს ხდება და რაც მათ მოაწყეს ბოლო 4-5 თვის განმავლობაში ეს ბანდიტიზმი არის ხა, როდესაც ადამიანებს ქუჩაში ცემენ, სრული განუკითხაობა არის, სადარბაზოებთან ხვდებიან, ქალია, კაცია, განურჩევლობა არის, ხა ამას ბანდიტიზმი ქვია, რა ვიცი, მე ჩემი პირადი შეფასება არის ეს და რასაც ამას ვარქვი ხა, როდესაც შენ ხელისუფლებას სათანადოდ არ ყავს და არანაირი ინტერესი არ აქვს ამის გამოძიების ხა, როდესაც გუშინ თქვენი კოლეგა, რომელიც თითქმის პირდაპირ ეთერში ცემეს, რომელსაც დახმარება დაჭირდა და 1 საათის განმავლობაში არ მივიდა შესაბამისი ორგანოების, სამართალდამცავი და გამოძიებული არ იქნა, ამას ბანდიტიზმი ქვია ხა, მაგრამ რა ვიცი, ეს ჩემი პირადი შეფასება არის და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი შეფასებაც არის, უკეთეს სიტყვას მე ვერ მოვიხმარიებ. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ არაერთი რაღაცა თავიანთი დაჯგუფებები ყავთ, რომლებიც ქუჩაში დარბიან და ელემენტარულად თუ ადამიანი არ მოეწონა და ტატუს გამო არ ვიცი, ხო ვიღაცას რაღაც აყურებ მოწონს, იმის გამო შეიძლება უბრალოდ არც რაღაცა პრეცედენტის ქვეშ მოხდეს და მოუწყო რაღაცა სადამსჯელო ღონისძიება, რაც საჩვენებელია თითქოს, რომ ქართველობა არ უნდა დავკარგოთ. ახლა რეალურად ქართველობას კი არა, სახელმწიფოებრიობას კარგავთ დღეს ჩვენ. გავართ იმის წინაშე, რომ ჩვენ სახელმწიფოს კარგავთ სამწუხაროდ. ხო, კი ბატონო, მე თქვენ შემოსვლამდე მამუკაბდინარაძის განცხადება წავიკითხე, ისინი ამ ყველაფერს ცდილობენ, რომ ჩვენ სიამაყითაც კი შეიძლებაო ითქვასო, რომ ასეთი გაბედული ტონით ესაუბრება ჩვენი ლიდერი ამერიკასო, იმიტომ რომ როცა უსამართლობას ხედავთ, პასუხობთ ესეთ საყვედურებით, რომელთაც აავსეს, ხო, ახლა ტრამპი ამ წერილში, ისინი პირიქით ამბობენ, რომ ახლა ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა არის რაღაც ორფეხზე დგომის, უფრო ასე ვთქვათ, სუვერენიტეტის დაცვის და არავის თავს არ დაუხლით, მათ შორის არც ამერიკას. ამას ეუბნებიან ისინი თავიანთ ამორჩევას და თქვენ რა პასუხი გაქვთ ამაზე? ეგეც რა თქმა უნდა, მე რა არის რა, მორიგი აბსურდი, ახლა მათ ჩვენ რო უსმინოთ, ალბათ მათი ხელმძღვანელობით ჩვენ ვართ ზე სახელმწიფო, ლიდერი სახელმწიფო, არც ესეთი ეკონომიკური ზრდა არსად არ არის, არც ესეთი დემოკრატია არსად არ არის და უბრალოდ თუ კი სადმე რამე ან რაღაცა მე მგონი კადრები იყო ამას წინა და ჩვენ რაღაც გერმანიაში აქცია როგორ დაშალეს და პოლიციელმა ერთ ადამიანს ხელი როგორ გაარტყა, ეს მოიყვანეს მაგალითად, რომ ეს ხდება გერმანიაში და გერმანია არის deep state-ის ჭანჭიკი და ჩვენ როგორ მიგვითითებს რაღაცაზე. ამიტომ ახლა ეს
უბრალოდ სასაცილოა, ძალიან მძიმე დღეში არიან, ძალიან კარგად მესმის, ოღონდ აქ აუცილებლად მინდა გაუსვა ხაზი იმას, რომ ეს სანქციები რაც დაიწყო ხა მათ შორის, როდესაც შენ შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს მაგნიცკის სიაში, აქ რაღაცა ზედმეტია საუბარი გარკვეულწილად ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და ეკონომიკა ახსენეთ ეს საინტერესო საკითხია მithuedes თქვენთან, იმიტომ რომ ბიზნესმენი ხართ, ვიყავით სამ პოლიტიკაში შემოხვიდოდით და ეკონომიკურ ზრდაზე როდესაც საუბრობს ხელისუფლება ამყარებს ამას ხო ციფრებით ოფიციალური მონაცემებით, სადაც მართლა მაღალია ეს ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს რა იწვევს ამ ეკონომიკურ ზრდას და აქვს თუ არა ხელისუფლებას საფუძველი მართლაც იამაყოს იმით, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით კარგად მართავს ეკონომიკური ზრდა, მოდი პირველ რიგში გავაცნობიეროთ ზოგადად რას ნიშნავს, ხო? ანუ ეკონომიკური ზრდა ერთის მხრივ რაღაც არის ციფრები, მაგრამ მეორე მხრივ ეკონომიკური ზრდა შეიძლება შეეხოს 10 ადამიანს. უბრალოდ 10 ადამიანი გამდიდრდეს, მაგრამ იყოს 3 მილიონი რაღაც 400,000 ადამიანი, თქვათ, სიღარიბეში და საშუალო ფენაზე ქვევით. ამიტომ ახლა თუ ჩვენი ეკონომიკური ზრდა პირდაპირ პროპორციულად, რა თქმა უნდა, განპირობებული არის რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ ჩვენ ქვეყანაში შეცვალა და შესაბამისად ახლა ეს კარგია თუ ცუდია, რა თქმა უნდა, მეორე საკითხია, მაგრამ ზოგადად ჩვენ ქვეყანაში გარკვეულწილად რომ ეკონომიკური აქტივობა იყო, ამან განაპირობა. გარდა ამისა, ფასების ზრდაც თვითონ პირდაპირ პროპორციულად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. ამიტომ ეკონომიკური ზრდა კი არ არის მნიშვნელოვანი ახლა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფასები უპრეცედენტოდ იზრდება წლიდან წლამდე, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ არანაირი ინტერესი სახელმწიფოს მხრიდან რომ არ არის, თვითონ მოსახლეობაც ამას აფიქსირებს და რა თქმა უნდა, სტიკერებიც გაკრული რამოდენიმე დღის წინ სუპერმარკეტების ქსელში ჩვენ რაც ვიხილეთ, მოსახლეობის მხრიდან თუ ვიციყვნენ აქტივისტების მხრიდან პირდაპირ პროპორციულად მოწმობს იმაზე თუ რამდენად რთულია და ზოგადად საქართველოს ალბათ არა მხოლოდ ჩვენ რეგიონში, ევროპაშიც ერთ-ერთი ძვირია რომ გადავთვალოთ სამომხმარებლო კალათა ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე საუბარი რომ თქვათ იგივე გაზრდილი არის, ნახეთ, იყო ყოველ შემთხვევაში რეექსპორტი, თქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცის რამოდენიმე ქვეყანაში ხა ზუსტად ციფრებში რომ არავირიო. აგრეთვე ჩვენ ვნახეთ რომ სავაჭრო ბრუნვაც 40%-ით იყო გაზრდილი, თუმცა აქ მოხდა ერთი ადამიანის მიერ საკმაოდ ცეთი დიდი ტრანზაქცია, როდესაც შემოვიდა ქანდაკებები, ნახატები, რაღაცა იყო 70 მილიონ პროცენტიანი ზრდა, ანუ წინა წელთან შედანო. ეს ოპერაციები არის ზოგადად და რა თქმა უნდა აქ არის სამშენებლო სექტორზე ძირითადად, თორე ჩვენ რომ ნახოთ იგივე სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ ციფრები, ხა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ალბათ ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სოფლის მეურნეობა, სადაც გვაქვს ჩვენ კლება ადგილობრივ წარმოებაში, მაგრამ რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად ზრდა გვაქვს იმპორტში და რაც პირდაპირ, როდესაც ჩვენ ვნახავთ ინფლაციის მაჩვენებები, რომელიც ქვეყნება პირველი ეხება ხილბოსტანს და ბახჩეულს ყველაზე უფრო მეტად ფასების და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გაცილებით უფრო მეტი იქნება სამუშაო მომდევნო ხელისუფლების მიერ, რომ სწორედ დივერსიფიცირებულად მოხდეს ეკონომიკის ზრდა და ვთქვათ, არა ერთ სექტორში, ვთქვათ, რამოდენიმე ადამიანის მხრიდან, რომ ვიღაცა, ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ ჯგუფზე პირობითად ვიძახი 1000 ადამიანზე აისახოს ეს ყველაფერი და შემდეგ ციფრებში პოზიტიურად გამოიხატოს, მაგრამ მოსახლეობა ეხლა რამდენად მძიმე მდგომარეობაში არის ზოგადად და რთული ვითარება, ყველა კარგად ხედავთ. აგრეთვე ხა ჩვენ ქვეყანაში საინვესტიციო ფონი რო თავიდან ბოლომდე მკვდარი არის ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით ამაზე ხმამაღლა შემიძლია ვისაუბრო და აი რა ვისაუბროთ კი ბატონო, ანუ რაში გამოიხატება ეს რომ სასამართლო სისტემა ყავს მორღვეული, მაგრამ ანუ ეს ეკონომიკური ზრდა ინვესტიციების გარეშე ხდება, მარტო რუსეთ არ ამბობთ რომ აი რუსეთ-უკრაინის ომით, ანუ ინვესტიცია გამახსენებთ, მოდი მაშინ რუსეთ-უკრაინის ომზე არის დამოკიდებული, ანუ სანქციებს უვლიან გვერდს თუ რაზე ცალსახად რაღაც გარკვეულ ტრანზაქციები ხდება ხა პირდაპირ არ ხდება, ვთქვათ, რუსეთთან რაღაც გარკვეული ოპერაციების განხორციელება, მაგრამ რა თქმა უნდა, გვერდისავლით ხდება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებიც საკმაოდ ისეთ დამოკიდებულებაში არის, იმიტომ რომ ხა რეექსპორტის ზრდა ჩვენ რო ვნახეთ მაგალითად თუ არ ვცდები თებერვლის თვეში სადაც 65%-ით იყო ავტომობილების, ხა გავიგეთ ეს, ანუ ავტომობილები გადის აქედან, თქვა, შუა აზიის ქვეყნებში და მე იქიდან შედის რუსეთში. ხო, ხა იქ რა, რუსეთში შედის, სად შედის ხა. მე ამას ვერ გავყვები, მაგრამ აქ სხვა რა თქმა ბევრი კითხვის ნიშანია, სად უნდა წავიდე
წავიდეს ახლა დანარჩენი თავისუფლად გახდა ხო ნუ მეულოდნელად თავისთავად ზრდაც დაიწყო რა თქმა უნდა გარკვეულწილად ხა შემოდინებები არის რაღაცა ფულადი ნაკადების და ანუ არის ბევრი განმაპირობებელი ფაქტორი თუმცა ეხლა რაც შეეხება მყარ ინვესტიციას რომელიც ამ ქვეყანაში იქნება შემოსული ისეთ სერიოზული ინვესტორის გამო რომელიც 6 მილიარდზე ინვესტიცია არა ჩვენ ძალიან სერიოზული ადამიანები ვართ შენც როგორ პატივს ვცემ და იყურებ როგორც სერიოზულ ჟურნალისტს და ადამიანს და კარგად გესმის მათ შორის ეკონომიკა და მემორანდუმს ახლა მე და შენ გავაფორმებ 10 მილიარდზე მე შემიძლია არაფერს არ ნიშნავს არა ნუ მემორანდუმი რა გავიგი მას შემდეგ მითხარით ერთი ნაბიჯი რა განხორციელდა თუნდაც აი ვინმე ჩამოვიდა აქ თქვა აი რაზეა საუბარი რა უნდა აშენდეს როგორ უნდა აშენდეს რა უნდა გაკეთდეს რაღაცა ნუ პროექტებია ეხლა აი ამ პერიოდში სადაც ტურისტული სეზონი ჯერ აჭარაში არ დაწყებულა მარტის თვე, აპრილის თვე, უბრალოდ გადაადგილება შეუძლებელია. როგორ ფიქრობთ ახლა ეს არაბები არიციან, ანუ არა აქვს თქვა შესწავლილი რა როგორ რანაირად ავტომობილებით გადაადგილება, ანუ ზოგადად იმდანაც ძიმე რომ ხა კიდე დამატებით, ანუ დღესაც სხვათაშორის ინფორმაცია რო ცელდებოდა რომ თქვა ეგეთ მერი გადადგა, იქ აი რაღაც უკანონო თითქოს შენებლობები, რაღაცა ნებართვები გაცემული, რომელშიც კორუფცია, ასე შემდეგ, ანუ რეალურად ხო დამახინჯებული ხა იქ კიდე რაღაცა პროექტი დაემატოს, რომლის ღირებულებაც იქნება არ ვიცი 5 მილიარდამდე თუ ასე. ეს უფრო თბილისში იყო. შემდეგ ანუ წარმოუდგენელია უბრალოდ, მაგრამ აქაც დამერწმუნეთ, რომ ის კლიმატი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის, არც ერთი ინვესტორისთვის, მათ შორის დარწმუნებული ვარ რუსებისთვისაც მიმზიდველი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველაზე მეტი ინტერესი რუსეთს კონდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოაზროვნე რუსებისთვისაც საქართველოში არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, საკმაოდ არასტაბილურია, არა თუ თქვათ ევროპელი ინვესტორებისთვის, რაც ყველაფერზე ხელისუფლებას აქვს ეს პასუხი, რომ აი ოპოზიციას უნდა, რომ რაღაც ეკონომიკა სულ ამას დაგუზახიან, თავს რომ აი ახლა თქვენ ეკონომიკური კრიზისი გექნებათ, ახლა გექნებათ ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ამას ვერ ეღირსნენ და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ეს კარგი ეკონომიკური ზრდა და მათი პროგნოზები არ მართლდება მოკლედ ამაზე მე ძალიან მწუხარ, მაგრამ შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძო და საკმაოდ რთულ ვითარებაში ამოვყოთ თავი, ასე რომ იმაზე რთული დღეს ზოგადად რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება, იმაზე რთული რომ ყავს 60-მდე პოლიტპატიმარი და მათ შორის არიან ბავშვები და გვაქვს ჩვენ ქვეყანაში სასამართლო, სადაც სამართალს უბრალოდ ვერ იპოვი, მათ შორის როდესაც მე ბიზნეს სექტორს წარმოვადგენდი და ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ვიყავი, არაერთ ეთერში სხვათა შორის ხმამაღლავ საუბრობდი, რომ ბიზნეს პროცესები სასამართლოში გაჭიანურებული, როდესაც წლები ჭიმებოდა, ეს იყო იწელებოდა, ბოდიშტი, ეს იყო საკმაოდ რთული ბიზნესისთვის. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ანუ ნებისმიერი პროცესი აი ეს ერთი ხელის მოსმით შეუძლია თუ სახელმწიფოს დაჭირდა, თუ სახელმწიფო მოხელეს დაჭირდა, ანუ ჩაინიშნოს და როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ, ისე დასრულდეს და ნუ რა ვიცი, ხა სრულ მოწმეების რაღაცა სრული კასკადია, რაღაცა კიდე აბსურდის თეატრს და სამარცხვინოს უყურებთ, იმიტომ რომ დღესაც ჩვენი კოალიციის ორი წევრის სასამართლო პროცესი იყო გაიმართა, სადაც მონას ზახილის გამო, ანუ აი, უბრალოდ რო დაუძახეს, რომ ჩემ გვარში, ანუ კალბატონი ვის პროცესი იყო, ანი ქავთარაძეს მიმართა, რომ ჩვენ გვარში ხარ უღირსი. ნუ ამის გამო, ანუ პატიმრობას ითხოვს თქვენ არ ვიცი ხა ამის შემდეგ ჩვენ ზოგადად რა საინვესტიციო კლიმატზე, რა ეკონომიკაზე უნდა ვისაუბროთ, ხა ბოლო პერიოდში სხვათაშორის მე რა ხშირად მქონია ხოლმე საუბარი მეგობრებთანაც, რომ აი რაღაცა ეკონომიკაზე რატო არ ვსაუბრობთ, ანუ რა უნდა ვისაუბროთ ზოგადად ქვეყანაში იმ ეკონომიკაზე, იმიტომ რომ უკვე ინტერესის დაკარგული აქვს ზოგადად რაღაცაზე საუბრის, როდესაც არის ესეთი ძიმე პოლიტიკური ვითარება და ძიმე პოლიტიკური ვითარება, რა თქმა უნდა, ყველაფრის განპირობებელია, მათ შორის ეკონომიკაშიც და ნუ ხა ამას მართალი არის გვაძახებენ ჩვენ, რომ აი ესე ძალიან ჩვენ კი არ გვინდა. სამწუხაროდ ესე იქნება, როდესაც სხვათა შორის ქონდა ხა მე გარკვეული შეხვედრები ევროპაში, საუბარი არის სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე. აქ პარალელურად მიდის საუბარი free trade agreement, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ დაახლოებით ალბათ თუ არ ვცდები 6-7 წლის წინ, რაც თავისთავად
სტიმული იყო საქართველოს პროდუქციის შესვლა ევროპულ ბაზარზე და ევროპული პროდუქციის ხარისხიანი სტანდარტული პროდუქციის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე, რაც მარტივენაზე რო ახსნა ნიშნავს იმას, რომ 12% რითიც იბეგრებოდა ქართული პროდუქტი ევროპაში და ევროპული პროდუქტი საქართველოში მოხსნელი გვაქვს დღეს. ანუ თუ ესეც მოიხსნა სავიზო რეჟიმთან ერთად სექტემბერში, რაზეც აქტიურად მინდი საუბარი, რა თქმა უნდა ძალიან ძიმე იქნება და წუხვარ, მაგრამ დამოკიდებულება ჩვენი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბაზარზე. ისედაც ძალიან მაღალია, რა თქმა უნდა, აქ ნომერ პირველი არის მაინც ვიტყოდი რუსეთი, შემდეგ უკვე თურქეთი, უფრო სურსათის მიმართულებით მაქვს საუბარი, ამიტომ ჩვენ აქტიურად მუშაობთ ჩვენ პარტნიორებთან, გავაგებინოთ, რომ სავიზო რეჟიმთან ერთად არ მოხდეს იგივე free trade agreement-ის. და ბოლოს მინდა კითხო, როგორც პოლიტიკოს უკვე და პარტიის წევრს, როგორ წარმოგიდგენიათ აი ამ პოლიტიკური კრიზისის გაგრძელება, რომელიც არის ქვეყანაში? ისი განმუხტვა, განვითარება, პროტესტის პერსპექტივა როგორ წარმოგიდგენიათ ზოგადად? ნუ პროტესტი ხა უწყვეტი არის, მე ხა ვიღაცის შეიძლება საქილიკო არის, რომ გამოვიდა 200 კაცი, 300 კაცი, თუმცა ხა 200 და 300 კაცი არის, რომ ყოველდღიურად უკვე არ ვიცი მე რამდენი დღე არის, უკვე სადღაც ალბათ 180-191 დღე არის იკეტება რუსთაველი, ხო? ანუ ფაქტი არის საპროტესტო ტალღა არ წყდება, ხო? ანუ თვეში თქვა რამოდენიმე მასშტაბური აქციები იგეგმება და თქვა კიდე იგივე ახლა უახლოეს დღეებში 26-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს არის კიდე ერთი აქცია ჩანიშნული. ან აქ თუ არ მოხდა საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, პირველ რიგში უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. მე როგორც ახლა გიყურებ, შენ დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება აუცილებლად ჩანიშნავს არჩევნებს, მაგრამ თუ საარჩევნო ადმინისტრაცია არ იქნა შეცვლილი, რა თქმა უნდა, ეს არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ მაწის ქვილზე დაასხავს წყალს და არანაირი სხვა უბრალოდ პერსპექტივა არ იქნება, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანაში არის და საერთაშორისო საზოგადოებას რო დაანახონ, რომ აი მოთხოვნა რა არის, არჩევნების ჩაიშნო პოლიტპატიმრების განთავისუფლება, რა თქმა უნდა, ცალსახად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, მაგრამ ეხა ის რომ ეს ადამიანები თუნდაც არ მაქვს საუბარი, რომ ზოგიერთი 3 თვე არის საპყრობილეში არის პირდაპირ მნიშვნელობით და რა პასუხი გავცეთ, რომ აი 3 თვე გაატარე, მაგრამ ოკეი, ჩვენ ფარხმალი დავყარეთ, არა. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არის პარალელურად ერთმანეთზე მიმული. არ არსებული არის არჩევნების ჩანიშვნის გარეშე პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და ამ ბრძოლაში ის ადამიანები აუცილებლად აქტიურად ჩაერთვებიან, რომ რეალურად მივიღოთ დემოკრატია ჩვენ ქვეყანაში და არ კონდეს ერთპარტიული მმართველობა, რომელსაც ვხედავთ უკვე ამდენად რთულ ვითარებაში აგდებს ქვეყანას. გასაგებია, მადლობა დიდი, ვაჭრობა, პოლიციის ცვლილებელში წევრი იყო ჩვენი სტუმარი.